პროტესტი 9 აპრილის სახელობის სკვერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გრძელდება. ამჯერად ხელისუფლებისგან პასუხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზესტაფონის ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამენ. აგებული აქ ძირითადად აიგო 9 აპრილს დაღუპულთა და გია აფხაზის ხსოვნის საპატივცემულოდ. გარდა ამისა, მინდა იცოდეთ, რომ ამ სკვერის უკან არის კედელი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ისტორიას და ჩვენი ზესტაფონის სავიზიტო ბარათს. თქვენ წარმოიდგინეთ, ნამდვილად მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ამ შენობის აშენება აქ, რომელიც ეფარება თამარ მეფეს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთეს, ვაჟას და იაკობ გოგებაშვილს. ასევე სავარაუდოდ და ეჭვი არსებობს და მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს იმას, რომ ამ შენობის უკან არის კერძო ინტერესები და შესაძლებელია სავარაუდოდ მომავალში გამოყენებული იქნას ეს ერთ-ერთი პარტიის თავყრილობისათვის. ამიტომ ჩვენ მთლიან პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით ვაკისრებთ ქალაქის მერს ბატონ ვასილ გველესიანს და მოუწოდებთ მას, რომ სანამ ის 9 აპრილს მოვა აქ გვირგვინით ხელში, მანამდე მან დაუყოვნებლივ შექმნას კომისია ძირითადად კომისიაში უნდა შედიოდეს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, მათ შორის შესაძლებელია პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც და ამ კომისიამ დადოს შესაბამისი დასკვნა, რამდენად მიზანშეწონილია ამ შენობის აშენება აქ. სრული განუკითხაობა და თავსგასრულობა ქვეყანაში და იგივე ხდება ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ. იმის ნაცვლად, რომ ამ ერთადერთი ისტორიული კედელი პანორამა გვაქვს ქალაქში, სადაც აღბეჭდილია როგორც ქალაქის სავიზიტო ჩანახატი, ასევე არგონავტები, ასევე ისტორიული ჩანახატები, სხვადასხვა მეფეები, კულტურის წარმომადგენლები. მე გულწრფელად ვამბობ, რომ როდესაც ეს შერაგული დავინახე, მეგონა რომ ხდებოდა რეაბილიტაცია, შეღებითი სამუშაოები, განათება, რომ ახალგაზრდობამ გაიცნოს არა მარტო ჩვენი ქალაქის, აქ არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის ისტორია, მცირე ჩანახატებით და მთელი ჩვენი კოლხეთის დაბლობის ჩანახატები და ამის ნაცვლად ვგებულობ, რომ თურმე რაღაც მშენებლობა მიმდინარეობს. არავინ მშენებლობის წინააღმდეგი არ არის და მით უმეტეს რაღაც სახელს არქმევენ ახალგაზრდული ჰაბი და ახალგაზრდობისთვის თუ რაიმე გაკეთდება მივესალმებით. აქ პრობლემა არის ლოკაცია. ეს არის მოგეხსენებათ 9 აპრილის სკვერი. ჯერ თუ მოხდა საერთოდ ამ სკვერის სტატუსის შეჩერება და თუ არ მოხდა და ისე მიმდინარეობს მშენებლობა, უკვე უკანონოა. ეხლა მაინტერესებს 9 აპრილს როგორ უნდა მოვიდნენ, რა სინდისით უნდა მოვიდნენ წმინდა მეფეების წინ შენობას აშენებენ. 9 აპრილის მემორიალი ამახინჯებული არის და ამაზე პასუხს არავინ არ ამბობს, არავინ საერთოდ ვინ გადაწყვიტა, ვისი ნებართვით გაიცა, რა ფულით კეთდება საზოგადოებას. მე მიმართავ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველსაც 9 აპრილს ყველამ თავისი აზრი დააფიქსიროს უბრალოდ და გამოთქვან, თუ მიესალმებიან ამას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობისთვის, რომ მეკითხათ ლოკაციას ისინი სხვაგან შეარჩევდნენ. უამრავი ადგილია ქალაქში ამისათვის და შეიძლება და სხვა ადგილის შერჩევა. მით უმეტეს ცენტრალური ქუჩიდან გადმოსასვლელი ახალგაზრდებისთვის არც ისე უსაფრთხო იქნება ამ ხაბში და თუ მოხდება შესწავლა, გამოკითხვა მოსახლეობაზე დაკითხვა, რომ სად გაკეთდეს ეს, პირადად მეც და ნებისმიერი ზესტაფონელი შეთავაზებს დარწმუნებული ვარ სხვა ადგილს და ალბათ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს ამას უშო, არც ერთ ზესტაფონელს არ მოსწონს ის, რაც აქ კეთდება და იმის გამო სადაც კეთდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ იმ ბრალდებებს გასცეს პასუხი, რომელსაც საზოგადოება მათ უყენებს და მერე ეძებონ შენობების უკან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გაგიცხადოთ, რომ არავის ინტერესი ამ შენობის უკან არ დგას, რასაც თქვენ გულისხმობთ. ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ჩვენ კარგახანია მუშაობთ, GIZ-ი არის ასეთი გერმანიის საელჩოსთან არსებული განვითარების ორგანიზაცია, დავამუშავეთ პროექტი, ჰქონდა სხვადასხვა მოსინჯვები, ეს დროში გაიწელა და საბოლოო შეჯამება მოხდა გამომდინარე იქედან, რომ 9 აპრილის სკვერი არავინ არ აკნინებს და არავინ არ ამბობს, რომ იქ რამე ან უნდა გაუქმდეს, ან უნდა გადავიდეს და ან რამე მგვანი უნდა მოხდეს, პირიქით იმისთვის, რომ
ნუ ალბათ ახლა თქვენ ხშირად გიხდებათ ქალაქში მოძრაობა იმ ღონისძიებებსაც თითქმის ყოველთვის ესწრებით ხოლმე, რომელსაც ჩვენ 9 აპრილს მართავთ და ბოლო 10 წლეულის მანძილზე თუ გაგახსენდებათ, რომ გარდა იმ დღისა, რაც ამ ღონისძიების თანამონაწილე 30-40 ადამიანი გადავდივართ და ყვავილებით შევამკობ, თქვა, იქ მოსეირნე ან დამსვენებელი მე არ მინახავს და არ ამგონია რომ ან თქვენ გენახათ. სწორედ ამ მიზნით, რომ ახალი სიცოცხლე შეიძინოს 9 აპრილის სკვერმა ზესტაფონში, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, მათ შორის შემოთავაზება იყო თვითონ GIZ-ის წარმომადგენლებისგან, რომ ეს ცენტრალურ ადგილას ყოფილიყო და ესეთნაირად განთავსებულიყო და არაფერი ჩვენ ამაში ცუდი არ დაგვინახია. მოკლედ ნაწილობრივი დაფინანსება არის მერიის, ძირითადი დამფინანსებელი არის GIZ და მინდა ყველა ზესტაფონელს უთხრა, რომ კეთდება მართლაც ძალიან კარგი საშვილიშვილო საქმე, რომელიც მომავალშიაც წაადგება ზესტაფონელ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ გავმეორდები ახალ სიცოცხლეს შეძენს 9 აპრილის სკვერს და იქ იქნება მოძრაობა, იქ იქნება ახალგაზრდობა და იქ იქნება მართლაც ისეთი ასე ვთქვათ საშუალებები, რომ ახალგაზრდები მუდმივად Wi-Fi-ია, იქ სკამეიკები, დასაჯდომები განვაახლებთ აუცილებლად გამწვანებას და მოკლედ ეს ყველაფერი კომპლექსში იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს, როგორიც ეკადრება ზესტაფონს და კიდევ ერთხელ მეორდები, რომ შერცხვევათ თვითონ მაგ ბრალდებების სამომყენებლებს და შენობების უკან თავისთავი ელანდებათ, აი ეს ხმამაღლა შემიძლია გითხრათ. შეგახსენებთ 9 აპრილის სახელობის სკვერში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით სკვერის ერთ ნაწილში ახალგაზრდული ჰაბი შენდება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პარალელურად მოხდება 9 აპრილის სკვერის განახლებაც.